გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ბევრჯერ განგვიხილავს, მაგრამ მაინც ყველაზე უფრო მეტი შეკითხვა შემოდის ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ბევრ ოჯახს ეხება და რომლის განვითარებამაც უამრავ ადამიანს მისცა შანსი გახდეს მშობელი. ჩვენი გადაცემის თემა in vitro განაყოფიერება. მოდი პირველ რიგში განვარტოთ, ხო, რა არის in vitro განაყოფიერება მაყურებლებისთვის, რომ იყოს გასაგები. ეს არის პროცესი, როდესაც კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ორგანიზმის გარეთ ლაბორატორიულ პირობებში ერთიანდებიან, წარმოიქმნება ემბრიონი და შემდეგ ხდება ამ ემბრიონის გადატანა საშუალოსნოს ღრუში. უნდა ვთქვათ, რომ IVF-ი ტექნოლოგიები საკმაოდ კარგად არის განვითარებული და ძალიან მნიშვნელოვანია, ხა ჩემთვის როგორც ვთქვათ, პედიატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანერგილია და სულ უფრო და უფრო ყველა იყენებს პრაქტიკულად ამ შემთხვევაში პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ ტესტირებას. ეს იძლევა საშუალებას, რომ სწორედ გენეტიკური ტესტირება, ანუ ემბრიონის გადატანამდე, სანამ მოხდება მისი ჩანერგვა, გვაძლევს საშუალებას, რომ მთელი რიგი დაავადებები ავიცილოთ თავიდან. რეალურად ჩვენ გადაგვაქვს ჯამრთელი ემბრიონი მთელი რიგი, ვთქვათ, პრობლემების გარეშე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა. ზოგადად ამ ტექნოლოგიების განვითარებამ და ზოგადად ხელოვნური განაყოფიერების განვითარებამ ძალიან აქტიურად განავითარა ასევე კრიორეზერვაციის, ასე ვთქვათ, გაყინვის სერვისი. ეს არის მეთოდი, რადგანაც ხდება კვერცხუჯრედის, სპერმატოზოიდის ბიოლოგიური მასალის, ეგრეთ წოდებული, მათ შორის ემბრიონისაც ხშირად გაყინვა და შენახვა და საჭირო დროს გამოყენება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რადგან იმ შემთხვევაში თუ ასეთი პაციენტი ჯერ არ არის მშობელი, ამ კურნალ და სამომავლოდ დაგეგმილი აქვს, ასე ვთქვათ, შვილოსნობა, მას შეუძლია სრულად მშვიდად შეინახოს ბიოლოგიური მასალა, თავისი ჯანმრთელი ბიოლოგიური მასალა და გახდეს მშობელი მას შემდეგ, რაც დაამარცხებს სიმსივნეს. მიუხედავად იმისა, რომ IVF-ი არ არის გარანტირებული წარმატების მეთოდი, წარმატების მაჩვენებელი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორიც არის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და უნაყოფობის მიზეზი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წყვილებმა მიიღონ სრულყოფილი კონსულტაცია სპეციალისტებთან, გაიგონ რისკები და შესაძლებლობები, რათა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და ამ თემაზე სასაუბრობთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ევროპიან ფერტილიტი კლინიკის რეპროდუქტოლოგი და მეანგინეკოლოგი მარიამ გუგუშვილი. მოგესალმებით მარიამ. ძალიან მადლობა მომძიმებისათვის. რა არის in vitro განაყოფიერება? მოდით მარტივად გასაგებად კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და შემდგომ გავშალოთ უფრო თემას. კი ბატონო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა საუბრობს ხოლმე IVF-თან დაკავშირებით, მაგრამ რეალობაში სულ ვამჩნევთ ხოლმე პაციენტებს აქ რაღაცა შიში, დისკომფორტი, ინტერესით და რაღაცა მაინც ბურუსით არის ხოლმე მოცული ეს თემა. თვითონ IVF-ი, in vitro ფერტილიზაცია და დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიები უკვე ნათეულობით წლებია, პოპულარულია და პირველი IVF-ი, ასე ვთქვათ, ბავშვი დაიბადა 1978 წელს. შეიძლება ესეც საინტერესო იყოს, ანუ ეს არ არის ახალი დარგი, არ არის 5-10 წლის დარგი, მაგრამ სადამ 1978 წელს დაიბადებოდა პირველი ლუის ბრაუნი, ინგლისში მანამდე იყო უამრავი კვლევები, უამრავი ექსპერიმენტები, რომ მისულიყვნენ აი ამ ასე ვთქვათ მოქმედებამდე. დიახ, იყო 100 ჩავარდნილი IVF თვითონ პროტოკოლი, მაგალითად თვითონ ამ ექიმებს ჰქონდათ მას არ შემდგარი პროტოკოლი. ანუ ეს არის უდიდესი ნებისყოფის გამოვლინება, მე ვიტყოდი. რაც შეეხება შემდგომ უკვე ვითარდება, ეს არის სფერო, რომელიც ყოველდღურად განიცდის განახლებას. სულ ამბობთ ხოლმე წიგნი, რომელიც არის IVF-ზე 5-10 წლის წინამდე უკვე არის მოძველებული, ძველი. და აი მე ვიტყოდი, რომ საქართველოს არის ერთ-ერთი უკვე წამყვანი, თქვათ შორის სხვადასხვა კონფერენციები იქნება თუ ასე თქვათ კონგრესებზე, ჩვენ ექიმები ერთ-ერთი წამყვანები ვართ უკვე ამ სფეროშიც, იმიტომ რომ გვაქვს შესაძლებლობა წვდომა და ის ყველაფერი დავნერგოთ უკვე საქართველოში, რასაც მაგალითად რამოდენიმე ათეული წლის წინ ხდებოდა საზღვარგარეთ. აი ჩემი პრიორიტეტიც მაგალითად ამ დარგში ასე აქტუალურად ჩართვის იყო, რომ სწორედ რომ ჩვენივე მოქალაქეებს, ჩვენივე ქვეყნის ასე ვთქვათ ქალბატონებს მივცეთ საშუალება იქ გახდნენ დედები. აი ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამისთვის ძალღონეს რომ იტყვიან არც მე და არც ჩემი კოლეგები აბიშურებთ. ისე აქვე აღნიშნოთ ესე წარმატებულები რო ვართ ამ სფეროში კარგი, მაგრამ მიზეზები ხო არ არის ჩვენთან რაღაცა განსაკუთრებულად
ხშირი პრობლემა ხო არ არის ესეთი მწვავე საქართველოში, რომ ამდენი პროფესიონალი ჩამოყალიბდა აქ და გაიზარდა. მწვავე ზოგადად რა მithwar ჯობი ვართ ცუდი გაგებით. არა, ცუდი გაგებით არა, უბრალოდ მე ვფიქრობ ამ ტაბუ მოეხსნა ამ თემას, ამ სფეროს, მაგალითად, ძალიან ბევრი წყვილი არ საუბრობდა, არ მიდიოდა ექიმამდე, თქვა რაღაცა პერიოდი მცდელობები ჰქონდათ, არ შედგებოდა, არ დგებოდა ორსულობა და არ ანებებდნენ. ღია გახდა თემა, მით უფრო გასაგებია. მით უფრო და ხელმისაწვდომი. მოდი ასეთ ვიტყოდი, იმიტომ რომ იყო თქვა რამოდენიმე ათეული წლის წინ, მე როცა მაგალითად უნდა სტუდენტი ვიყავ, იყო რამოდენიმე ერთეული კლინიკა. და ძვირი ღირდა ეს მოსახურება. საკმაოდ ძვირი ღირდა, იმიტომ რომ თვითონ და იყო პირველი ასე თქვა შეხება ქონდა საქართველოს მოქალაქეებსაც. უამრავი ქართველი პაციენტი თქვა გადიოდა ამ საფეხურებს ემოციურადაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს უკვე თითოეულ ფაქტიურად რეგიონში გვაქვს ხელმისაწვდომა და ელემენტარული პაციენტმა იცის რა დროს მიმართოს ექიმს. ცნობიერებაც ამაღლდა გაცილებით ამ მიმართულებით და მთავარზე ვისაუბროთ, რა არის ასე ვთქვათ უნაყოფობა, ანუ რის გამოც ეს მეთოდი ასე ვთქვათ არის ესეთი წარმატებული და რა არის უნაყოფობის ყველაზე ხშირი მიზეზი? უნაყოფობას ჩვენ უკვე ესე ვცდილობთ, რომ პაციენტებს მივაწოდოთ ესეთი ინფორმაცია. აბსოლუტურად ყველა სოციალურ ქსელში გვაქვს ხოლმე მოწოდება, რომ 1 წელზე მეტი, 35 წელზე ქვემოთ ქალბატონი თუ ცდილობს დაორსულებას და 1 წელზე მეტია გასული მოგმართოს. პირველადი ასე ვთქვათ შემოწმება გაიაროს უკვე გინეკოლოგთან ამ კუთხით, ამ დარგით. თუ არის 35 წელზე მეტი და 6 თვე არის აქტიური სქესობრივი ცხოვრების მიუხედავად მაინც არ დგება ორსულობა, აბსოლუტურად რეკომენდირებულია, რომ უკვე რეპროდუქტოლოგთან გადამისამართეს და თუ უკვე იცის ქალბატონი, ხა მე მყავს ხოლმე ძალიან ბევრი პაციენტები, რომელთაც უკვე იციან, რომ რაღაცა პრობლემა ქონდა, თქვა 25, 26, 27, რაღაცა და დადიოდნენ მუდმივად გინეკოლოგთან. მოგონებით, რომ როდესაც დააპირებ უკვე ჩაერთოს რეპროდუქტოლოგი. რა თქმა უნდა, შეიძლება ბუნებრივადაც მოხდეს, მაგრამ უკვე მაინც ყურადღების ცენტრში არის ეს პაციენტი, იმიტომ რომ დღემდე, აი თქვა დღემდე არის პაციენტები, არიან, რომლებიც 3-4 წელი უბრალოდ არ ჩათვალა, რომ არ მივიდა. და ამ 3-4 წელიწადში ჩვენ ქალთა მიმართებაში გვაქვს, რომ საკვერცხის რეზერვი გვაკლდება. ეს არის უმნიშვნელოვანი. ეს არის მთავარი, რატომაც ვაქცევთ ასაკს მნიშვნელობას. აი რატო დაიყო 35-მდე, 35 წლის ქვემოთ, იმიტომ რომ ქალის დაბერების ასე ვთქვათ ერთ-ერთი მარკერი არის ასაკთან მიმართებაში მისი საკვერცხის ფოლიკულების რაოდენობა, რომელიც ორსულობის გამოსავლისთვის ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება. ძალიან ბევრი უცხოელი პაციენტი მოგმართავს ხოლმე თქვათ უცხო ქვეყნის, იმიტომ რომ მათ აქვთ ეს ინფორმაცია კვერცხუჯრედის გაყინვასთან დაკავშირებით. კვერცხუჯრედის გაყინვა თუ არ აპირებს თქვათ უახლოესი 6-7 წლის მანძილზე თქვათ ორსულობას, რომ რაც მალე, რაც ადრე გადაწყვეტს ამ პროცესს, მით მეტად კარგი გამოსავალი გვექნება. უბრალოდ 43 წლის 24 წლის რო გადაწყვეტ, უკვე შანსები ფიზიოლოგიურად, ბიოლოგიურად მცირდება რესურსები. მე ვეუბნები ხოლმე, რომ თქვათ ფიზიოლოგიურად, ბუნებრივად კარგი მდგომარეობაა ზოგადად, მაგრამ ჩვენრისთვისაც გვინდა, მაგალითად იგივე იქნება შულოსნობისთვის, ცოტათი აღარ არის ისეთი, როგორიც გვინდა. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, უკვე ერთ-ერთი საკითხი დავაყენოთ ფოლიკულის გაყინვის თემა. არ გეკმავს 5-7 წელი, მაგრამ 28 წლის რო არის ის სხვა ხარისხია და 35 წლის რო იქნება ის უკვე სხვა ხარისხი იქნება. უბრალოდ ეს იმდენად უცბადი არის ხოლმე ახალი ინფორმაცია, უჭირთ გადახარჯვა რა თქმა უნდა პაციენტებს და შემდგომი მეორე, მესამე კონსულტაციისთვის უფრო მოდის ხოლმე. ეს არის სწორი ინფორმაციის მიწოდება. თავდამარიამ, ჩვენ ვიცით, რომ დანერგილი არის ახლა ინვიტრო განაყოფიერების დროს პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება და მოდით ამაზეც ვისაუბროთ, რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ხშირად წყვილები, რომლებიც მაგალითად გადიოდნენ ინვიტრო განაყოფიერების პროცედურებს, ერთსაც ვიტყვი მაგალითად მიანობაში ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პაციენტებს გინეკოლოგიაში კურნალობთ ხოლმე და ინვიტროში ვამბობთ, რომ ინვიტრო განაყოფიერება ეს არის მოგზაურობა. ანუ რას ნიშნავს მოგზაურობა? ეს არის სხვადასხვა მცდელობების, სხვადასხვა პროტოკოლების განხილვა. და ხშირად მყავს პაციენტები, რომლებიც თქვათ, რამოდენიმე წლის წინ კურნალობდნენ, არ გამოვიდა, არ შედგა, ეხლა დაიწყეს თავიდან, გამოვიდა ემბრიონი მაგალითად და გვაქვს ეხლა უკვე შესაძლებლობა, რომ თვითონ ემბრიონზე სადამ მოხდება გადატანა ღრუში, ჩვენ უკვე ვიცოდეთ მის შესახებ ქრომოსომული ინფორმაცია, გქონდეს რა ტიპის ემბრიონი გადაგვაქვს, ანუ ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომ გამოვრიცხოთ კიდე რატო არ შეიძლება თქვათ შემდგარიყო თუნდაც წინა ორსულობები,
ან თუ მწყვილი პირველად მოდის, რომ მაქსიმალურად დავიყვანოთ მინიმუმამდე მათი რისკები. Რა თქმა უნდა, ეს ემოციურად ცოტათი ძნელი არის ხოლმე გასაგებად პაციენტის, მაგრამ როდესაც ვუხსნით რამხელა მნიშვნელობა აქვს აი პრეიმპლანტაციურ გენეტიკას ნაყოფის, შემდგომ უკვე თავისუფლად გვთავდებიან. ესეც რა თქმა უნდა არის ზუსტად ახალი მიდგომა, ახალი ასე ვთქვათ შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ ინვიტრო განაყოფიერება. ინვიტროში არის ძალიან საინტერესო კონსულტაცია სულ ვცდილობთ ხოლმე წყვილებთან ჩავატაროთ. იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ მხარდაჭერა, ერთმანეთის მხარდაჭერა. ეს არის ხოლმე გაგება თუ რამდენად შეიძლება პროცენტულობაზეა ზუსტად საუბარი. და ამიტომ, როდესაც ყოველთვის პაციენტი რას ითხოვს, რომ რატო არ შედგა, რატო არ გამოვიდა, რა არის მიზეზი. თუნდაც აი ამდენი პროცესი გაავიარეთ, ამდენი შემოწმება გაავიარეთ და არ დადგა. და ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ რატომაც პრეიმპლანტაციურზე აქტიურად ვიყენებთ უკვე შეიძლება. ძალიან საინტერესო სტუმარი ხართ, მარიამ. გრუპები და IVF-ი, რა კორელაციაა მათ შორის, თქვა, ხშირია ეს თემა. და მეორე კითხვა, თქვა, შესვენებები ხო არ არის საჭირო აი ამ ინტრო განაყოფიერების პერიოდში, ხო? აი ეს ზოგადად ტყუპები იყო ძალიან გახშირებული. წლების წინ აქტუალური იყო 3-4 და ნუ მიდიოდა მე ასე ვთქვა. ჩვენთვის თავარი არის არაორსულობა მარტო, არამედ შედეგი. ანუ 9 თვის მერე ჯანმრთელი ჯანსაღი ნაყოფი. აქედან გამომდინარე, ზოგადად იყო ხოლმე ესე ვთქვა დილემა მიანე გინეკოლოგებსა და ზუსტად ინვიტრო განაყოფიერების სპეციალისტებს შორის, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ორიენტირებული ორსულობის დადებით ტესტზე, ჩვენ მეორე მხარე იყო ორიენტირებული გამოსავალზე. ამიტომ შეჯერდა უკვე მსოფლიო მაქსიმუმ ამ მაქსიმუმ 2-ის გადატანა და რეალურად ჩვენ გადაგვაქვს 1 რეკომენდაციას უწევთ 1-ს, იმიტომ რომ თუნდაც გამოსავალი იყოს მაქსიმალურად კარგი რაც შეიძლება. მადლობა და მეორე კითხვა თქვა, აი შესვენებები, პერიოდები თქვა. რაღაცა ერთხელ არ გაამართლა და რაღაცა პერიოდი უნდა დაისვენოს ადამიანმა თუ როგორ არის ეს? დასვენებებს რაც შეეხება, ვეუბნებთ ხოლმე ფსიქოლოგიურია ძირითადად. ემოციურია. ხშირად ყოფილა რომ ითქვა რომ დაისვენეთ, წადით მოგზაუროთ რაღაცა 1-2 თვე ხშირად ყოფილა თითქოს რო არ გამოვიდა მოდი მეორე ვცადოთ მალევე არა ვეუბნებით რომ ორგანიზმისთვის არ ხარ მზად თქვა თუ არის სულთა ემოციურადაც ეს ზამნიშნავენ მარიამ უგულმესი მადლობა წარმატებები თქვენ ბევრი ასე ვთქვათ ხელშეწყობით გამოსული და ორსულობაც და კარგი ფინალით და გვეწვიეთ და გითხარით სიახლეები ყოველთვის სიამოვნებით წარმატებები